Აბატკურას ლარის გაცვლითი კურსი დოლართან 2 ლარსა და 80 ცენტრს აღწევდა. ეს მას შემდეგ, რაც არჩევნების წინა დღეს უქმედ გამოცხადებულ 25 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 40 მილიონი დოლარი გაყიდა ლარის შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ინტერვენციისას კურსი 2 ლარისა და 72 თეთრის ფარგლებში დაჯდა, არჩევნების დღეს და შემდეგ დღეს საბაზრო ვაჭრობისას მაინც გაიზარდა 2 ლარამდე და 80 ცენტრამდე. დღეს დილიდან ვაჭრობა 2 ლარისა და 75 თეთრზე გაიხსნა და ამ დროისთვის 1 დოლარი 2 ლარად 73 თეთრად ფასობს. ეს იმ ფონზე, როცა არ ვიცით, ჩაერია თუ არა ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე ზემოქმედების მეორე მექანიზმით, რომელიც ბიმაჩ პლატფორმაზე ვალუტის გაყიდვას გულისხმობს და ინტერვენციის შესახებ მხოლოდ კვირების დაგვიანებით ხდება ცნობილი. ეროვნულ ბანკს გასული თვის ნავაჭრი ბიმაჩზე 25 ოქტომბერს უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ამ დრომდე ველით. დაგვიანების მიზეზად პარასკევი დღის არასამუშაოდ გამოცხადება დასახელდა, თუმცა არასამუშაო დღეს მარეგულირებლისთვის რატომღაც არ შეუძლია ხელი, რომ თანამშრომლები დაებარებინა და დამატებით 40 მილიონი დოლარი გაეყიდა არჩევნების წინა დღეს. საბოლოო ჯამში გასული დღეების ინტერვენციების გათვალისწინებით ლარი ჯერჯერობით მნიშვნელოვან გამყარებას არაჩვენებს და მაინც გაუფასურებულ ნიშნულზეა. ბოლო რამდენიმე კვირა ეროვნული ბანკი ლარის ყოველ 2-3 თეთრიან გაუფასურებაზე რეზერვებს ყიდის. 25 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია 23 ოქტომბერსაც განახორციელა და რეზერვებიდან 60 მილიონი გახარჯა. ეს ინტერვენციები მარეგულირებელმა წინა საარჩევნო აჟიოტაჟის პრევენციით ახსნა, თუმცა ეკონომისტების ნაწილი გასულ კვირასაც ღიად ამბობდა, რომ მარეგულირებელი მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებდა და ამას უკავშირებდნენ გახშირებულ ინტერვენციებსაც. სხვათა შორის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნულ ბანკს დღესაც გამოუცხადა მხარდაჭერა და თქვა, რომ რეზერვები სწორედ შოკების დროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად არსებობს. თუმცა რატომღაც არ განმარტა თუ რატომ ჩაითვალა ხელისუფლების მტკიცებითვე ისტორიულად ვითომდა 7 და არჩევნები იმდენად დიდ შოკად, რომ ლარის გაუფასურების შესაკავებლად 100 მილიონი დასჭირდებოდა საჯარო ინტერვენციის სახით. პლუს ალბათ მინიმუმ 1 ამდენი თუ მეტი არა ბიმაჩ პლატფორმიდან. სულად მინდა მხარი დაუჭირო ეროვნული ბანკის ამ პოლიტიკას, ეროვნული ბანკის ამ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შევენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა, იყო წნეხი, აი ზუსტად ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის არჩევნის გაკეთებამდე, ხოლო არჩევნის გაკეთების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა, პირიქით იქნება სიცხადე და იქნება აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები. ეკონომისტები თვლიან, რომ არჩევნების შემდგომ პირველ სამუშაო კვირაში ლარის მცირედით გამყარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამას გრძელვადიანი ტენდენცია ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ დაძაბულია პოლიტიკური ვითარება და არჩევნების შედეგების საეჭვოების ფონზე. მით უმეტეს დასავლეთის მხრიდან დარღვევების გამოძიების მოწოდებების ფონზე გაურკვევლობა კვლავ იგზია. ეკონომისტები თვლიან, რომ თუ ეროვნული ბანკი რეზერვების არამიზნობრივ ხარჯვას გააგრძელებს, მოჩვენებითი სტაბილურობის შესაქმნელად ეს ჩვენს ლიმიტს შეამცირებს და მაშინ როცა რეალურად დაგჭირდება ეკონომიკურ შოკთან გამკლავება, რაც ასევე არ არის შორს რეზერვების საკმარისი აღარ იქნება. მეტი სტაბილურობა ჩანს გაცვლითი კურსის ბაზარზე, ვიდრე ჩანდა შაბათ კვირას. თორე შეიძლება გაიყიდა, შეიძლება კიდე გაყიდოს და 2 და 73-ზე რო ახლა ჩამოვიდეს 70-ზე, 71-ზე, მაგრამ თუ გაურკვევლობის კომპონენტი იქნება მაღალი, მათ შორის ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ქვეყნის კურსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაშინ სპრედი იზრდება ხოლმე. და ისეთი სპრედის დროს, როდესაც დღეს ხედავთ, დიდად საჭიროება შეიძლება არც ქონდეს არანაირი მიზნობრიობით ეროვნულ ბანკს ჩარევის, იმიტომ რომ ისედაც ეხლა ხედავთ, რომ არის რაღაც ნიშნულზე ამ კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის და ამ მომენტისთვის, როცა ინტერვიუს გაძლევთ, სტაბილურად. როგორ იქნება ეს სხვა ერთ კვირაში ეს მათ შორის დამოკიდებულება პოლიტიკურ სიტუაციაზე? რეალურად გამყარება ძალიან მცირეა, ამიტომაც ეს რაღაც არც იმის საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს წნეხი მთლიან გაქრა და არც იმის საშუალებას ვერანაირად ვერ ვიტყვით იმას, რომ თუნდაც ამ დონეზე დასტაბილურდება. დამოკიდებული იქნება მომდევნო რამდენიმე დღეზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები, რამდენად რეალიზდება ის რისკები, რომელიც ამ არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჯერჯერობით საკმარის მეტი რესურსი აქვს და რეზერვები აქვს ეროვნულ ბანკს, თუმცა თუ გარკვეული შოკები და რისკები რეალიზდა, ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის რესურსებიც ლიმიტირებულია და თუ შოკი იქნება ძლიერი, მაშინ ეროვნული ბანკი ვერც ამ რესურსებით შეძლებს რომ გამკლავდეს.
ლარმა გაუფასურება ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის, ინვესტორების, ბიზნესისა და მოქალაქეების დაბნეულობის პარალელურად ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის დაკავებას რეზერვების აქტიური ხარჯვით ცდილობდა. ოფიციალური სავალუტო ინტერვენციებით წელს ჯამში 382 მილიონი დაიხარჯა, რასაც ემატება ბიმაჩზე გაყიდული დოლარებიც. მიუხედავად ამისა, ლარის დღევანდელი მცირედი გამყარება ეკონომისტებს დადებით მოლოდინს არ უჩენს. გაურკვევლობა იმდენად მაღალია, რომ სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. ლარის კურსი სამომავლოდ მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ფულად გზავნილებზეც, რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტების მხრიდან. მათი აბსოლუტური უმეტესობა კი მოქმედ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.